ჰეი, გოგოებო, მოდი გარეთ გავისეირნოთ. არ მინდა სახლში თავს კარგად გრძნო. არც მე მინდა იქ ცივა. არც ცივა მზე ახლახან გამოვიდა. კარგი, მაშინ ცხელა. იჯეკით სახლში ზარმაცებო, მე ძაღლთან ერთად გავისეირნებ. მისმინე ამოკა. სახლის გეგმა ვიპოვე აქ. მერე რა? მასზე არის ერთი ოთახი, რომელიც არასდროს მინახავს. აბა მაჩვენე. ეს ალბათ შეცდომაა. მე არ მაქვს ასეთი ოთახი. გარწმუნებული ხარ, ესე დოკუმენტებში შეცდომა არ არის ხოლმე. დიდი ხანია აქ ვცხოვრობ და სახლს კარგად ვიცნობ. იქნებ არის საიდუმლო ოთახი, რომლის შესახებ არაფერი იცი. საიდუმლო ოთახი? გავიგე, რომ ზოგიერთ სახლს აქვს საიდუმლო ოთახი, სადაც საშიში საიდუმლოებები ინახება. რა საიდუმლოებები? როგორ ფიქრობ, ჩემს სახლშიც არის ესეთი ოთახი? ამ გეგმას თუ დავუჯერებთ, მაშინ კი არსებობს. შეგიძლია მოძებნო, მაგრამ მე ჯობია გავისეირნო. ეი, ბერტა, თამაში გინდა? პატარავ, სად ხარ? ეს რა არის? ალბათ მომეჩვენა. გასაოცარია, აი ბერტას სახლიც. აქ სათამაშო ოთახი ყოფილა, საინტერესოა. როგორ თამაშობს ბერტა თათებით კონსოლს? მოიცადე, ეს ხომ ჩემი ოთახია. ვინ დააყენა კამერა? ამალკა უკვე წავიდა? კი, თორე ხდება? მინდოდა მის ოთახში დასახატი ნაკრები მეპოვა. ზღვის ნივთებში ქექვა კარგი არ არის. ის მაინც არ იყენებს მას. მე გამომადგებოდა. ხათა შორის შენ აიღე მისი სკუტერი უნებართვოდ და კატეხე კიდეც. საიდან იცი? დავინახე ეზოში როგორ დააპარკინგე. კანკალებდი იმის შიშით, რომ არ დაენახე ვინმეს. ხომ არ ეტყვი მას? არ ვეტყვი, თუ შენ დასახატ ნაკრებზე არაფერს ეტყვი. კარგი, არ ვეტყვი. აი მეგობრებიც, ჩემს ნივთებში უნებართვოდ იქექებიან. ჩემს ოთახში უნდა გადავრთო კამერა. ნაკრები სადღაც აი აქ უნდა იყოს. იქნებ ტუმბო ზედევს. არა, მე მანდ უკვე ვნახე. შენ კარადაში მოძებნე, მე კი საწოლის გარშემო მოვძებნი. დიპოვე, რა მაგარი მარკერებია. ძვირადღირებული. გონი ჩვეულებრივია. შენ ალბათ არასდროს დაგიხატავს, ამიტომაც ვერ ხვდები. ფიქრობ, რომ ამოკა ამას ვერ შეამჩნევს? დარწმუნებული ვარ. რა თავხედები არიან? საინტერესოა. კამერას მიკროფონი აქვს? ვეცდები რამე ვუთხრა მათ. დადეთ ჩემი ნივთები, თორემ თქვენი საქმე წასულია. ვინ არის აქ? ეს ვინ თქვა? ეს არის ამალკას ოთახის მოჩვენება. ხო, დავიჯერებთ, აბა რა. ეს ხელოვნური ინტელექტია, ახლავე თუ არ დადებთ მაგ ნაკრებს, მე თქვენს YouTube და TikTok ანგარიშებს დავბლოკავ. შეიძლება რეალურიც იყოს. სახლებს აქვს ჭკვიანი სახლის სისტემა. არ მახსენდება, რომ ჭკვიანი სახლის სისტემა ლაპარაკობდეს. ეს განახლებული ვერსიაა. კარგი, ჯობია არაფერს მოვკიდოთ, ხელი ამას დავდებ თავის ადგილზე. რომ გახვალთ კარები მიიხურეთ. რა მაგარი ყოფილა აქ? ალბათ ეს ის ოთახია, ალის არადაც საუბრობდა. მოდი ვნახოთ კიდევ რა არის საინტერესო აქ. საიდუმლო ოთახის დღიური? ეხლა წავიკითხავ. საიდუმლო ოთახის პირველი წესი. არავის უთხრათ საიდუმლო ოთახის შესახებ. საიდუმლო ოთახის ავტორი. მისმინე, ამალკა სად არის? მან თქვა, რომ ძაღლთან სათამაშოდ წავიდოდა, მაგრამ ის ეზოში არ არის. იქნებ გარეთ გავიდა. რა გინდოდა? ისე უბრალოდ. მინდოდა მეკითხა მარკერებზე. ნებართვის გარეშე არაფრის აღება აღარ გინდა? რა თქმა უნდა, მეშინია. ეს ჭკვიანი სახლის სისტემა მაშინებს. უბრალოდ დაურეკე და კითხე. მართალია, ამას გავაკეთებ. ტელეფონის ზარი გაიგონე? იქნებ ამალკამ სახლში დატოვა მობილური.
გამარჯობა, გისმენთ? ამელკა, გამარჯობა, რაღაც მინდა და მეკითხა. ხო, შეგიძლია აიღო ჩემი მარკერების შემდეგ უბრალოდ უკან დააბრუნე. რას დაკეთებ? გონია ამელკას ხმა გავიგონე. შეუძლებელია ახლახანს ველაპარაკე ტელეფონზე, ის სახლში არ არის. დარწმუნებული ვარ, მისი ხმა იყო. ტელეფონის ზარის მელოდიაც კი იგივეა. ალისა, თითქმის ყველა ტელეფონს ერთი და იგივე ხმა აქვს. იქნებ მეზობლებს დაურეკეს. რომელი მეზობლები? ჩვენ კერძო სახლში ვართ. მეზობლები 100 მეტრშია. ყოველ შემთხვევაში ამელკა აქ არ არის, ასე რომ დამშვიდდი. კარგი. იქნებ ისევ ხელოვნური ინტელექტი გვეთამაშება. ჭკვიანი სახლი? შეიძლება. ეს ოთახი შექმნილია მათთვის, ვისაც უყვარს დამალვა. ვინც იპოვის საიდუმლო ოთახს, უნდა იზრუნოს მასზე. საიდუმლო ოთახში არის 2 შესასვლელი და გასასვლელი. ერთი ეზოს მხრიდან. ზუსტად მაქედან შემოვედი. მეორე არის კიბის ქვეშ არსებული კარიდან. საიდუმლო ოთახის მთავარი კარი სწორედ იქ მიდის. ნამდვილად ამ კარზე წერს დღიურის ავტორი. მოდი შევამოწმოთ, ეს ნამდვილად გასასვლელია თუ არა. დღიურთან წავიღებ. წავიკითხავ სადმე. დღიური მართალია, საიდუმლო ოთახში 2 შესასვლელია. ამელკა, უკვე დაბრუნდი? როგორი იყო ძაღლთან სეირნობა? კარგი, პარკში ვიყავით, ბურთი ვითამაშეთ, მისმინე. მინდა და მეკითხა ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ჭკვიან სახლს მეუნები, ხო? ის მართლა თვალყურს ადევნებს ყველაფერს, რაც აქ ხდება? კი, უყურებს და კამერით იწერს. ანუ თან იწერს? თუ ჩემი ნივთების უკითხავად აღებას გადაწყეთ, ყველაფერს გავიგებ. ალისა, რას აკეთებ? კედლებში სიცარიელეს ვეძებ. რა სიცარიელებს? ხო იცი, საიდუმლო ოთახი, საიდუმლო ადგილები. არ მგონია ჩვენ სახლში მსგავსი რამ იყოს. და რა სიტყვი შენობის გეგმაზე, რომელიც დღეს ვიპოვე? ალბათ ერთგვარი ხუმრობაა. შემთხვევით რამე ხო არ გიპოვია? მე? რა თქმა უნდა არა. უმჯობესია დაივიწყოთ ეს თემა. ცოტას კიდევ მოვწებნი. კედელში ფულის სამალავს თუ იპოვით, აუცილებლად მითხარით. კიტი მარსი კი იცის სად ვიყავი, მაგრამ ალისასთან ფრთხილად უნდა ვიყო. ეს ოთახი იმიტომ ავაშენე, რომ გარეთ სიარული არ მიყვარდა. მშობლები ფიქრობდნენ, რომ თამაშების მონა ვიყავი და YouTube-ის ყურება საზიანო იყო. მაგრამ სიარული კარგი იყო. ამიტომ ტელეფონი წამართვეს და მაიძულეს გარეთ გავსულიყავი. როცა ქუჩაში გამაგდეს, საიდუმლო ოთახში შევედი, სადაც თამაშებს თამაშობდი და მთელი დღე YouTube-ს უყურებდი. იქ ვერაფერი ამიკრძალა. აქ მე ვარ უფროსი და რასაც მინდა იმას ვაკეთებ. კაკუკ, შემიძლია შემოვიდე? კი, შემოდი. კინოს 2 ბილეთი მაქვს, გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე? რა თქმა უნდა, როდის მივდივარ და რა ფილმია? Warx Galaxy. შაბათს. თანახმოვარ. ეხლავე ტელეფონზე შეხსენებას დავაყენებ. ნუ ჩქარობ, საქმე ისაა, რომ ალისასაც უნდა ჩემთან ერთად წამოსვლა და მხოლოდ 2 ბილეთი მაქვს. და ვის ირჩევ? არ ვიცი, არჩევა არ მინდა. თქვენთვის ამიტომ პატარა თამაში მაქვს. ანუ ვინც გაიმარჯვებს კინოში ის წამოვა? მართალია, უკვე ავირჩიე რას ვითამაშებთ. დამალობანას. მე მოგძებნით, თქვენ დაიმალებით. დამალობანა ესე იგი, უკვე ვიცი ვინც გაიმარჯვებს. მაშ ასე თქვენ გაქვთ 1 წუთი დასამალად. მერე კი წამოვალ თქვენს მოსაძებნად. ვინცაც პირველი ვიპოვე, ის წააგებს და კინოში ვერ წამოვა. მე მზად ვარ, მეც. 3, 2, 1. დაიწყეთ. მე არ გამოვიხედები, სანამ თქვენ იმალებით. იქნებ ფარდის უკან. არა. იქნებ დივნის უკან. ასევე არა. კიტი აქ ვერასდროს მიპოვის. შემიძლია მოვდუნდე. კინოს ბილეთი უკვე ჩემია. ოპა.
ალისა, გამოდი, გიპოვე. მართლა ესე ცუდად დავიმალე? ხო, უნდა ივარჯიშო. ამელკა, გამოდი, შენ გაიმარჯვე. ხო, ამელკა, ბილეთი შენია. როგორც ჩანს, მას არ ესმის, იქნებ მეორე სართულზე დაიმალ. მისი მოძებნა მოგვიწევს. ამელკა. გამოდი. ამელკა, სად იმალები? რომელი საათია? ო, არა, სამი საათი მეძინა, იმედია საშინელი არაფერი მოხდა. პოლიცია უკვე გზაშია და მალე აქ იქნება. იქნებ გაიტაცეს და მან გონება დაკარგა. არ ინერვიულო, იპოვიან. ყველაფერი კარგად იქნება. არ უნდა დამეწყო დამალობანას თამაში. ხო, არა, სიტყვიან გოგოები, აქედან რომ გავიდე? ეს ალბათ პოლიცია, მე გავაღებ კარს და ჩვენებას მივცემ. გამარჯობა. დიახ, ჩვენ გამოვიძახეთ. ჩვენი მეგობარი გაუჩინარდა გოგონა სახელად ამელკა. 10 წლის. კარგი ბატონო პოლიციელო. ო, ამელკა, შენ დაბრუნდი? არსად არ წავსულვარ. 3 საათი ვერსად გიპოვეთ, ყველაფერი გადავატრიალეთ. ო, ამელკა, პოლიციაც კი გამოვიძახეთ, ძებნელთა სიაში ყავხარ, რა მოხდა, სად იყავი? უბრალოდ ჩამეძინა. როგორ თუ ჩაგეძინა? ჩამეძინა, სადაც ვიმალებოდი. ხუმრო, და ახლა ეს პოლიციას როგორ ავუხსნა? ჩვენ ნერვიულობდით, არ ვიცოდით რა გვექნა და ახლა ამბობ, რომ ჩაგეძინა. ო, მაპატიე, შეთხობით მომივიდა და სად იმალებოდი, ამას ვერ გეტყვით, ჩემი საყვარელი ადგილია დასამალად. რაღაცას არ გვეუბნები, ამელკა, მეგობრებისგან საიდუმლოს მალავ? არა, არანაირი საიდუმლოებები. ასე აღარ გააკეთო, სერიოზულად შეგვაშინე. წავალ პოლიციას ვეტყვი, რომ ვიპოვეთ. ნახოთ კიდევ რა საინტერესო წერია ამ დღეურში. თუ საიდუმლო ოთახს იპოვეთ, იცოდეთ, რომ საიდუმლო ოთახში იმალება საიდუმლო. იპოვეთ და არ ინანებთ. საიდუმლო ოთახის ავტორი. ოჰო, რა არის საიდუმლო? ყველაფერი უნდა მოვძებნო. იმედი მაქვს, რამე ღირებული იქნება. აი თურმე რას მალავდა ის. აქ ყველაფერი უნდა მოვძებნოთ. წიგნები. ო, ეს უნდა იყოს. ძერ წერილს წავიკითხავ. დააჭირეთ ხილაკს და ცისარტყელა გაჩვენებთ გზას. ო, ტაიმერი ჩაირთო. ცისარტყელა სად არის? აჰა, აქ 7 ფერია. თუ მათ ერთმანეთთან დავაკავშირებ, მივიღებ ცისარტყელას. დრო იწურება, უნდა მოვასწრო. მაშ ასე პირველი ფერი არის წითელი, შემდეგ ნარინჯისფერი, შემდეგ ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი და იესამნისფერი. გამომივიდა, თავსატეხი ამოხსენი. კიდევ ერთი წერილი, ალბათ ჯილდოა თავსატეხის ამოხსნისთვის. რა წვრილად წერია? არაფერი ჩანს. იდეა მაქვს. აბა ვნახოთ.
ჰო, ასე ბევრად უკეთ ჩანს. შევხედოთ. 345. იქნებ კომპიუტერში უნდა შევიყვანო ეს კოდი და რამე მოხდეს. ვარსკვლავი. ვარსკვლავი. აი ვიპოვე. იგივე ნიშანი იყო კომპიუტერზეც. განძი აქ უნდა იყოს. ეს რაღაც ღირებულია. აი გამართლება. აი სად ყოფილა საიდუმლო ოთახის შესასვლელი? ოჰო. აი თურმე სად იმალებოდა ამელკა. რა მაგარია აქ? არ მიკვირს რომ ამელკამ ეს ადგილი დაგვიმალა. თუ ამელკას არ სურს გაზიარება, მაშინ დავრწმუნდები რომ ის აღარასდროს შემოვა აქ. საგანძური, რომელსაც ნახავთ, ეკუთვნოდა დედოფალს, რომელიც ცხოვრობდა 1000 წლის წინ. ამ ნივთის გაყიდვით ბერფლოს მივიღებ. რა ნივთის? არაფერი. აღიარე, დავინახე რაღაც გქონდა. აქ არაფერია. ნუ მატყუებ, მაჩვენე, თორემ ალისას დავურეკავ და ერთად წაგართმევთ. კარგი, გაჩვენებ. ეს საიდან მოიტანე? ვიპოვე, ახლახანს იპოვე, შეუძლებელია, იქნებ მოიპარე. ეს როგორი ფიქრე, მე ასეთი არ ვარ. უბრალოდ ეს ნივთი არ არის იაფი, მუზეუმში უნდა ინახებოდეს. მოკლედ მისმინე, გახსოვს საიდუმლო ოთახზე რო საუბრობდით. სახლის გეგმაზე ამბობ ალისამ, რომელიც იპოვა? ხო, ის არსებობს და მე ის ვიპოვე. მოიცადე, ეს განძი იქ იპოვე? კი. ოთახის პატრონმა დატოვა. კიდევ რა არის იმ ოთახში? წამოდი გაჩვენებ, გამომყევი. წინ წადი, ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს. აი, ოთახი აქ არის. ეს ძველი კარადა არ არის, სადაც ნაგავი ინახება. ეს საიდუმლო ოთახის შესასვლელია, შეხედე. კარგი. ვერაფერს ხვდები, ის აქ იყო. გეფიცები, აქედან შევედი და გამოვედი. მისმინე, იქნებ ექიმს დავურეკო. მე არ ვარ ავად. აქ საიდუმლო ოთახი ვნახე. იქნებ დაგესიზმრა. დამალობანას თამაშისას აქ ვიმალებოდი. კარგი, როგორც სიტყვი, მთავარია არ აღელდე. გაჩვენებ. მეორე შესასვლელიც არის. სამყევი. აი აქ შეძვერი. პირდაპირ ძაღლის სახლში? ეს საიდუმლო ოთახის უკანა შესასვლელია, ასე ვიპოვე ის. ამოკა ეს მეტი აქ არ შევალ. ნუ გაშინია, მოგეწონება. არა მგონია იქ ცივი წროია და სუნია. კარგი, მე წავალ და თავად ნახავ ყველაფერს. ვერ ხვდები, რატომ არ მუშაობს? კარგი, ამოკა, ექიმს ურეკავ. იქნებ რამე ღილაკს უნდა დავაჭირო. წამოდი, ამოკა, სახლში უნდა შეხვიდე. არა, აი აქ არის. მე არ ვარ გიჟი. ყველა გიჟი ამას ამბობს, მაგრამ ნუ გეშინია, ექიმი დაგეხმარება. მოიცადე, ალისა სად არის? არ მინახავს. არ ვიცი, იქნებ მაღაზიაშია. აი ალისა. გამარჯობა ამელკა. ალისა, სად ხარ? შენს საიდუმლო ოთახში. მინდა ვთქვან, რომ შესანიშნავი ადგილია. საიდუმლო ოთახში? მან როგორ შეხვედი? ისე როგორც შენ, კიბეების ქვემოდან. ცადე შემოსვლა, მაგრამ ვერ შემოვედი. იმიტომ რომ მე რაღაც შევცვალე. როგორ თუ შეცვალე? აქ არის კომპიუტერი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ოთახი და შესასვლელი. რატომ? შენ არ გინდოდა ოთახის გაზიარება, ამიტომ გადავწყვიტე მე თვითონ გამეკეთებინა ეს. მეც რომ მინდა იქ შესვლა. აპატია კიტი, მაგრამ ეს ოთახი ახლა ჩემია. ამელკას აბრალებ, მაგრამ შენც ისეთივე ხარბი ხარ.
კარგი, მართალი ხარ, გეტყვით სად არის შესასვლელი თუ ამოხდეთ ჩემს სამ გამოცანას. კარგი, გითხარი შენი გამოცანები. ჯერ არ მომიფიქრებია, მაგრამ როცა მოვიფიქრებ, ტელეფონზე გამოგიგზავნი. აი ხომ ხედავ, ხომ გითხარი რომ გიჟი არ ვარ? არა. მაპატიე, არ მინდოდა. შოკირებული ვარ რომ ალისამ ეს გაგვიკეთა. გაბრაზებულია, რადგან არაფერი გითხარი. საიდუმლო ოთახის პირველი წესი არის, არავის უთხრათ საიდუმლო ოთახის შესახებ. ალისასგან გამოცანაა. მასში წყალი არ შედის. თაროზე ვკიდებთ და ლაშქრობაში მიგვაქვს. ძურგჩანთა, კარავი, გრილი, ლაშქრობის ბოთლი. მართალია, მაშინ როგორ ვერ მივხვდი? ალისა, ამოხსენით შენი გამოცანა. ის გვწერს, რომ ამოცანის ამოხსნა საკმარისი არ არის, ასევე უნდა ვიპოვოთ ეს ობიექტი. ანუ ბოთლი უნდა ვიპოვოთ. შეხედე, ბოთლში არის წერილი. მიდი, ამოიღე. და რა, აქ არაფერი წერია. იქნებ ეს წერილი საიდუმლო შეიცა. ან იქნებ ალისას არ ჰქონდათ რომ რამე დაეწერა. მან ჩვენი მოტყუება გადაწყვიტა. მეორე წერილი მივიღე ალისასგან. გამოცანის გაგრძელება. აი კითხე. თავზე ცეცხლი მეკიდება, კანი დნება და მეწვის. მინდა ვიყოს სასარგებლო. ნატურა თუ არ არის, ვანათებ. ძალიან მეცნობა. გავანათებ, ეს არის ფანარი. მიზიდავი ანათებს. არა, ვიცი, ეს სანთელია. სანთელი იქნებ ფანარი. ან ტორშერი, ან თუნდაც ცეცხლი. კიტი, გამოცანების არაფერი გაგეგება. ხო, შეიძლება. სახლში სანთელი გააქვს? კი, თაროზე დევს. და ახლა რა, ავანთოთ? მიდი. და რა, არაფერი მომხდარა. მოიცადე, იდეა მაქვს. ნახე, ტექსტი გამოჩნდა. ეს იყო უხილავი მელანი, მესამე გამოცანა აქ არის დაწერილი, ანუ კარგად გამოვიდა ალისას. ხო, კარგად მოიფიქრა. წაიკითხე რა წერია. თუ მას გამოყვებავთ, ის არ დაიღლება დგომით, მაგრამ თუ არა, ის იწვება და არ ადგება. რა, ეს უკვე რთულია. იქნებ მაცივარია. ყვება ნიშნავს მასში საკვების ჩადებას. ნათქვამია დაწოლა, მაგრამ მაცივარი შეიძლება ცარიელიც იდგეს. მართალია, ამაზე უნდა მეფიქრა. ახალისო ამორზე თვალყურის დევნება კამერების საშუალებით. იქნებ მათ მინიშნება მივცე. როგორც ხედავ, ბოლო გამოცანამ ძალიან დაგაფიქრათ, მინიშნებას მოგცემთ. მისაღებში ეძებეთ. მისმინე ამელკა, იქნებ პასუხი ჩვენ ვართ. ეს როგორ? თუ არ გამოვიკვებებით, თელ დღე დაღანცული ვიწვევით. ლოგიკურია, მაგრამ ფიქრობ სხვა პასუხია. კარგი, მოდი ვიფიქროთ ამაზე. კიტი, შეგიძლია კიდევ ერთხელ წაიკითხო გამოცანა? თუ მას ყვებავთ, ის არ დაიღლება დგომით, მაგრამ თუ არა, ის იწვება და არ ადგება. ვიცი, ეს ტომარაა. მართალია, ტომარა. ამელკა, გენიოსი ხარ, ვერასდროს ვიფიქრებდი. საინტერესო, ახლა რა მოხდება? იქნებ სანთლით დავწვათ. ხუმრობ. შევეცდები შიგნით შევძვრა. კეთილი იყოს შენი მობრძანება საიდუმლო ოთახში. ეს როგორ გააკეთე, აქ როგორ მოვხვდი? შენთა საძილე საშუალებით იყო გაშგანთილი, როცა დაიძინე, მე ამ ოთახში გადმოგიყვანე. მეგონა რომ ჯადოსნური იყო. მაგი არ არსებობს, ყველაფერს ლოგიკური ახსნა აქვს. კიტი სად არის? ის დიდია, ტომარეში ვერ ჩაეტევა. ანუ არ იტყვი სად არის ნამდვილი შესასვლელი. გეტყვი, მეგობრებს საიდუმლოებები არ უნდა ჰქონდეთ, მით უმეტეს საიდუმლო ოთახები. ანუ დავივიწყოთ? არა, ოთახს გავაქრო. როგორ? მარტივად მშენებლებს დაურეკავ და აქ ყველაფერს ბეტონით ამოავსებენ. დაფიქრდი, ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია აქ ყოფნა. საიდუმლო ოთახი აღარ იქნება საიდუმლო. კარგი, ასე იყოს, თავარი ის არის, რომ აქ მოგწონ. კარგი, გპირდებით, რომ არ გავანადგურებთ ოთახს, თუ ვიდეოს 2000 მოწონება ექნება. ბავშვებო, გაიგეთ, დამეხმარეთ ალისას გადარწმუნებაში, მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი. აუცილებლად გადავამოწმებ, რამდენი მოწონება ექნება ვიდეოს და მივიღებ გადაწყვეტილებას. ნახვამდის.